ევროკავშირის დროშა დაბლა დაეშვა და რა უნდა იყოს აქ ამ ადგილას? მე თქვენ გაგახსენებთ ერთ ამბავს, ჩვენ გადმოცემით გვაქვს მამა გაბრიელის სიტყვები, რომ საქართველოს მშვიდობა არ იღირსება, სანამ იუნკერების ძულებზე, ეკლესიის ნანგრევების თავზე, აი ეს ჯოჯოხეთი დგას მარტო. აბა რა უნდა გავაკეთოთ? აი ეს შიგნით რო აქვს ეზო, მარტო შავი ჯიპების პარკინგად რო იყენებენ. მან ცენტრში უნდა დაიდგას წმინდა ტაძარი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი და ეროვნული და გიდა ლიბერასტი რომ გადმოიხედავს თავის კაბინეტიდან, უნდა ახსოვდეს, რომ შეიძლება ძალაუფლება აქ არის, მაგრამ ეგ ძალაუფლება ქრისტეს წმინდა სახლის გარშემო აშენებული და ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ბრავო! ვერავინ ვერ უნდა გაბედოს აქ. თავზე მოგვახვიოს რამე და მას რა უნდა იდგეს აქ? თუ არა ეს ევროკავშირის დროშა, აი აქ უნდა იდგეს ის, რაც ჩვენ ძმებს ეხლა მოაქვს. საქართველოს მთავარ მოედანზე უნდა იდგეს წმინდა ნინოს ჯვარი. ჯვარი მოაქვს მეგობრებო, ჩვენ ახლა კაცში უყურებთ. აცხანა უპალოები შენი, დააკუთხე სამჭიდრებელი შენი, ძნევა ჯვარითა ბარბაროსტაზე და ღვთილდაცულსა ერსაშენსა მოამიჭე და საფარველზე ქოშონისა დაიცავ, რათა გითხოვდეთ უფალო დიდება შენდა. ჯვრის ძალა გადაარჩენს საქართველოს, ჩვენთან არის ღმერთი. არ დაიყოს! ჩვენთან არის ღმერთი. არ დაიყოს! ჩვენთან არის ღმერთი. არ დაიყოს! მშვიდობა, სიბრძნე, თავდახობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გამჩევისა.